მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძე გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს. დღევანდელ სხდომაზე მოწმე პოლიციელები გამოკითხეს. აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნების ირაკლი დგებუაძისა და გრიგოლ ბესელიას გამოკითხვაზე ადვოკატების მოთხოვნა კი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, რადგან მანვე განმარტა, რომ სადავოდ არ ხვდის საქმეში დაცვის მხარის არგუმენტაციას. მოსამართლის თქმით, კადრებში მართლაც ჩანს გრიგოლ ბესელია და ისმის ირაკლი დგებუაძის ხმა. ეს მაშინ, როცა დაკავების ოქმში ვკითხულობთ, რომ ამაღლობელი არა ბესელია, არამედ გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლე დღესვე უკვე დადასტურებულად თქვა, რომ ის ადამიანი, რომელიც მზიას ხელს კიდებს და შენობაში შეყავს, ეზოსკენ მიყავს, ეს არის გრიგოლ ბესელია და სწორედ ამიტომ აღარ დაკითხა ის. მან თქვა, რომ მე ეს უკვე ვიცი და ამიტომ აღარ დავკითხავ, იმიტომ რომ დავრწმუნდი, რომ ვიდეოში ნამდვილად ეს კაცი გრიგოლ ბესელია. მან ასევე თქვა, რომ ასევე დავრწმუნდი, რომ ირაკლი დგებუაძეა ის ადამიანი, რომელიც განმარტებას აკეთებს, რომ მზია 150 მუხლით დააკავეს. ეს ორი გარემოება მოსამართლემ უკვე დადასტურებულად მიიჩნია. ამ საქმეზე ეს იყო ორი მთავარი გარემოება, რომელზეც დანარჩენი სხვა სიყალბეები ემყარება და ეს უკვე დადასტურებული აქვს მოსამართლეს. მე არ ვიცი ის საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ რა თქმა უნდა ზოგადად არ გვაქვს დიდი მოლოდინები სასამართლოს მიმართ დღევანდელ პირობებში, განსაკუთრებით ასეთ საქმეზე, როდესაც არსებობს მაღალი დაინტერესება, რომ ის დასაჯონ. მაგალითად დაიჯდა სიტყვის დღეს მოსამართლეს მოთხოვეთ მზია ამაღლობელის სამაგალითო დაიჯდა. სუსხად გამონონთია მზია ამაღლობელის დაიჯდას. თქვენ დღეს ზეპინას ვიკითხებით ამაღლობელი 11 იანვრის აქციაზე მანამ სანამ სისხლის სამართლის მუხლით დააკავებდნენ, თავდაპირველად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს. თუმცა ოქმში ჩაწერეს, რომ მიზეზი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო. ეს მაშინ, როცა არსებობს ვიდეო ჩანაწერები, რომელშიც მზია ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ ჟურნალის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლით აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის. სწორედ ამიტომ ამაღლობელი მიიჩნევს, რომ ოქმი და მთლიანად საქმე გაყალბებულია. ერთ ამ ვიდეოებში ნახავენ სადაც ვიდეოები შეურაცხყოფას ვიდეოს არასპოლიციას და მეორე ცოტა ამ პროცესში ფიზიკურად დავზარდე ეს ვთქვათ პოლიციის პროცესი და ზიანი ეს იყო ნაშრომები ამ ვიდეოში, რომელსაც ასე ვთქვათ ნაშრომები. და მეორე არის სიმართლეა. ის დასკვნის პოლიციის უზარმოვებული დასანანია არის ახმოვანებელი ეს პასუხისმგებელი პოლიციის უზარმოვებელი. არამედ ქმნინა ქმნინა იმას ტექნიკას პალეოლოგიას და ინტელექტის შეურაცხყოფას სტიკერის გაკვრის გამო მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ოქმის მიხედვით კი ეს პოლიციელი გოჩა ვანაძეა. ვანაძე დღევანდელ პროცესზე დაკითხეს. ადვოკატები ამბობენ, რომ მან სასამართლოს ცრუჩვენება მისცა. ეს
ზიამაღლობელის დღევანდელ სასამართლოს ხდომას ნორვეგიისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ. მედია მენეჯერის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის გარდა სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული. მას ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ეს მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.